ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე და ადეშკელიანმა არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით და ხუთივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს დაახლოებით 1 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ავტომანქანით გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება. პოლიციელებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და განუმარტეს სამართალდარღვევის შინაარსი. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებობდა ხუთივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე მოწმების ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. შესაბამისად ბრალდების ხარიმ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოლიციამ. ბუნებრივია წამოწი პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, მათ შორის რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სადაც სულის გამოყენებით პოლიციელი სიცოცხლის მოსპობა, პოლიციის თანამშრომლობა, პოლიციის კანონის თანახმად აღნიშნული კანონის ფარგლებში გამოიყენა იარაღი, კერძოდ განახორციელა ჰაერში გასროლა და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გასროლა იყო მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში გამაფრთხილებელი აგრესიისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით. მეორე ეკიპაჟიც მევიდან ვერ გაუმკლავდნენ პოლიციელებს. კი ბატონო, იმიტომ რომ წინააღმდეგობა იყო საკმაოდ ესეთი აქტიური, აგრესიული, საჭირო გახდა სხვა პოლიციელების მისვლა შემთხვევის ადგილზე და სწორედ აი ამ დამატებით მისულ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა განხორციელდა და შემდეგ მოგვიყვება. ერთი ბრალდებული არის არასრულწლოვანი. საქართველოში გვაქვს სამამის ნორმატიული ბაზა, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის განსხვავებულ სანქციებს, განსხვავებულ მიდგომებს და ბუნებრივია ამ ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება და მართლმსაჯულების პროცესი არასრულწლოვანის მიმართ. ასევე აღნიშნა, რომ მას ბრალი ედება ასევე პოლიციაზე თავდასხმაში სხვა კიდევ ერთ პირთან ერთად. მამაშვილი არიან ესენი? დიახ. საქმეში მართლაც არ არის არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ შეესაბამება წარმოდგენილი მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სამწუხაროდ არ გაითვალისწინა ჩვენი დაცვის ხარის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით თითოეულის მიმართებაში და რამდენ სიტყვით გირაოს? 4 პირის მიმართ ვითხოვდი 10,000 ლარის ოდენობით და მხოლოდ ერთი პირის მიმართ გიორგი სეიფაშვილის მიმართ 20,000 ლარის ოდენობით. ეს სეიფაშვილი მამა, ერთ-ერთის მამა და სამწუხაროა და მე ერთს დავამატებ, რომ აი დარწმუნებით და სასამართლოსაც იგივე განუცხადე, რომ ვერანაირი მტკიცებულება დამატებით ვერ იქნება წარმოდგენილი. აიძაბული რაღაც სიტუაცია შელაპარაკება ვთქვათ ესე ხო, მაგრამ ის რომ განმუხტვას ახორციელებენ და არა ძალადობრივ რაიმე ძალადობრივ ქმედებას. აი თუნდაც ის პოლიციელი შეკავება რომ აუძალა ხო ჯამში რომ შევაჯამოთ ძალადობას წარმოადგენს. არანაირი ძალადობრივი ქმედება მათ არ წარმოუდგენია, განუხორციელებია. გამიგეთ ამ გულისხმობ.